გაერთიანებასთან დაკავშირებით იცით უკვე აშკარა გახდა რომ სალომე ზურაბიშვილი შექმნილი რაღაც თოჯინა იყო ტიკინა მარიონეტი რომელიც ვიღაცის რაღაცა გაცხელებულ თავში ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი გაერთიანების და ჩაანაცვლა სააკაშვილი. ამაზე მიდის მუშაობა 2022 წლის თებერვლიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც რუსეთმა აგრესია მოახდინა უკრაინის წინააღმდეგ. სალომე უნდა გამხდარიყო ლიდერი ოპოზიციური მოძრაობისა, რაც მან ვერ შეძლო, არა მარტო იმიტომ, რომ თვითონ ამ ოპოზიციას ოპოზიცია აღარ ქვია და ეს რევოლუციური ჯგუფია. პრაქტიკულად სალომეც იგივე გახდა, რაც იყო ნებისმიერი თქვათ ლევან ხალდეიშვილი. თუმცა დღეს ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ ერთი დონის, ერთი გაქანების, ერთი მასშტაბის პოლიტიკოსები არიან. ვერ ამაღლდა თავისი ქოლგით, რომელიც უნდა გაეშალა და ამ ქოლგის ქვეშ გააერთიანებინა, როგორც თვითონ აღნიშნავდა ოპოზიციის მთელი სპექტრი. ვერ გააკეთა, ვერ შეძლო და ის ამოცანა და დღის წესრიგი, რომელიც მას ჰქონდა დასახული, ბრიუსელიდან ვერ განხორციელდა და ვერც განხორციელდება არა მარტო იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ გააჩნია ლიდერის რესურსი, არამედ იმიტომ, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც საერთოდ არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ, ვიღაც ახალი ლიდერი გავდეთ, თვითონ ძალიან კარგად არიან გაერთიანებული, აქვთ თავის ამოცანა, ამ ამოცანას ქვია საქართველოს დესტაბილიზაცია. რაში ჭირდებათ სალომე ზურაბიშვილი როგორც ლიდერი და როგორც ქოლგის დამჭერი და როგორც ადამიანი, ვინც ასახელებს პრემიერ-მინისტრს, ასახელებს მთავრობის შემადგენლობას, განაცხადა, რომ მხოლოდ მე უნდა ვიყო ის ადამიანი, ვინც დაასახელებს პრემიერს და საზოგადოებას გადაუგდო ეს ატყუარა, თითქოს იგია ახალი და ის ადამიანები, ვინც სიცხეში არიან გასრულები, პოლიტიკურ დღის წესრიგში აღარ არიან. არ გაჭრა ამ ფანდმა, არც საზოგადოებამ არ გადაყლაპა ეს მის მიერ განმოგდებული სატყუარა და არც თვითონ გამოდგა იმ შესაბამისობაში მოვიდა იმ ბოროტებისა, რაც დაბუდებულია საერთოდ ამ ჯგუფში. ვერც იქით გამოდგა და ვერც აქეთ. ასე რომ მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე კონკურენცია სალომე ზურაბიშვილი იქნება ეს თუ ლევან ხალდეიშვილი იქნება კონკურენტუნარიანი აი ამ დღის წესრიგით. ქვეყანა უნდა გახვიოს ცეცხლის ალში და ამას არავინ არ მიცემს ხმას ყოველ შემთხვევაში ნორმალური ამორჩეველი. არა, თავარი თემა ის არის, რომ თვეში ხარჯავენ $100,000. $9 მილიონს გადააჭარბა საკუთარ ამ ხარჯებმა, რომელიც ლობისტური ჯგუფის თუ კონკრეტული ადამიანების დასაქმებლად იყო არის გამოკაცრავად. და ამდენ $9 მილიონზე გაცილებით მეტი დახარჯეს იმისათვის, მოკლე პერიოდში, რომ ადამიანებმა ამ ჩაძირულ პოლიტიკურ ჯგუფს რომელიმე საშუალება, ამოყვითვის საშუალება მისცეს. ეს იგივე არაც ჟურნალისტური დაიქიაოს უცხოტომელი, რომელიც ყოველ დღე ბრიფინგებზე შეკითხვებს სვავდა და განცხადებებს აკეთებდა საქართველოს წინააღმდეგ. და სტატიებს აბეჭდებიან და ძალიან დიდი რესურსი დახარჯეს ამისათვის. არაერთი მილიონი იმისათვის, რათა ჯერ სააკაშვილი გაეთეთრებინათ, შემდეგ ის ციხიდან გამოეყვანათ, იქ რევოლუცია მოეწყოთ, შეკვეთილი სტატიებით აჭრილდა ევროპული თუ ამერიკული მედია, მაგრამ შედეგი მივიღეთ ის, რომ საზოგადოება არ მოთხოვდა. საკურველია ჩვენ ველოდებით, რომ აი ესეც ჰაერში გასროლილი მილიონები შედეგს არ მოიტანს, მაგრამ ფაქტია, ამხელა კონსპირაციაა. ამ ადამიანების გაერთიანება ამხელა ფულით, როგორ უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს, რომ როგორმე აქ დაზიანდეს სიტუაცია, ეკონომიკა ჩავარდეს და ხალხი ქუჩაში ერთმანეთს დაუპირისპირდეს სახელმწიფო სტრუქტურებს. აი ეს ბოროტი აზრი აქვს და ამ ბოროტი აზრისთვის მილიონებს ხარჯავენ, წარმოიდგინეთ ვისთან გვაქვს საქმე და აი ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ აუცილებელია ესეთი კანონი, რომელიც გამოავლენს აი ამ ფულის მოძრაობას, რომელსაც უკვე დღეს უკვე შეიძლება დავარქვათ შავი ფული.
ამერიკის შეერთებული შტატებში არსებულმა კანონმა ეს შავი ფული სააშკაროზე გამოიტანა, თორემ მათთვისაც მოსახერხებელი იქნებოდა, რომ არც არავის ცოდნობა რა ფული იხარჯება და ვისთვის. Çet, şorine meş. გილაური ცრუობს, იმიტომ რომ ცრუპენტელაა რა, თავის შინაარსით, თავისი არსით და რჩევები, რასაკვირველია, უკეთესი უმჯობესი იქნება, რომ საქართველოში მიიღოს საზოგადოებისაგან, რომელიც მხარს უჭერს განვითარებას, სტაბილურობას და არ უჭერს ნიკა გილაურს და ლევან ხაბეიშვილის მხარს. ან თინა მოკუჩავას, ან ხაზარაძეს, ან ვინმე სხვას. Ლიაკა ხოშტარიას. აქედან უნდა გამოიტანოს გასკვნებიდან 9 მილიონზე მეტი შეიძლება დახარჯოს რაიმე ქველმოქმედებაში. თაღლითია ჩვეულებრივი, რომელსაც გარკვეული თანხები გააჩნია, გარკვეული რესურსის მობილიზების უნარი გააჩნია, ესეც საკითხავია საიდან. იმისათვის, რათა როგორმე იქნებ პოლიტიკური ბრძოლის ველზე გაიმარჯვოს იმ ძალამ, ვინც ქვეყანას სიცხლის ალში გახვევას უხდის. ეს არის მთელი სცენარი, ეს არის სურათი, ვის უკანაც არაფერი არ დევს. ეგ არის კონსპირაცია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება, რაშიც იხარჯება მილიონები და ეს 600,000 არ არის ერთადერთი გაღებული ხარჯი. წერილი არის ერთ-ერთი ეტაპი რაღაც საქმიანობისა, რომ თავისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში. გარდაიცვალა ოპოზიცია, აღარ ყავს საქართველოს, ყავს შეთქმულთა გუნდი, რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის ინტერესს. ეს წერილიც მაგას ემსახურება, თორე ევროკომისიას სულ არ ჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც თავის გეგმა გააჩნია, ისედაც შაბუდებულია იმაში ბიუროკრატიაში, deep state-ი და თავის ამოცანას ასრულებს. იქ ხაზარაძე ჩაერთვება ამ საქმეში თავის რაღაც განცხადებებით თუ სალომე ზურაბიშვილის წერილებით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამათ თავის გეგმა აქვს და საქართველოს მათ შორის გახდა დღეს პოლიგონი დაპირისპირებისა ომსა და მშვიდობას შორის. თავის გეგმა აქვს, თავის იდეები აქვს და ეს ყველაფერი დანარჩენი ფიგურანტები, გარკვეული პაიკები თუ მარიონეტები არაფერს არ წარმოადგენენ, არც საქართველოს ისტორიისთვის და პოლიტიკისთვის და მით უმეტეს არც ევროკომისიისათვის. მათ დროებით სჭირდებათ ადამიანები, ცალფერზე მდგომი ყურმოჭრილები, რომ შეასრულონ გარკვეული ამოცანა. და ამ ამოცანის შესასრულებლად არის ფუთფუთი აი ამ გაერთიანებაში, რომელსაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. სალომე ზურაბიშვილი არ ეშვება თავის ამ იდეას, რომ როგორმე ზემოდან შემოახდეს აი ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავის გეგმები აქვს და სულ არ ჭირდება სალომე ზურაბიშვილი. ევროკომისია სულ არ ჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა. ჭირდებათ უბრალოდ იმ ფიგურებად, რომ როგორმე თავისი ინტერესები და თავის გეგმები აჩარხონ იმ რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკის კონცენტრაცია მოხდება, რაც უკავშირდება აზიისა და ევროპის დაკავშირებას, ენერგორესურსების გადაზიდვებს, რაც უკავშირდება იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება. ეს არის ინტერესი. ამ ინტერესის განსახორციელებლად არის ეს პაიკები გარეთ გამოდმული და
ხანუმ ზურაბიშვილი ცდილობს რომ დედოფალი იყოს, მაგრამ გუბასანიკიძემ თქვა რომ იგი დედოფალი აღარ არის. ჩამოაგდო ტახტიდან. ეცით რა მოწონს ვიღაცას არ მოწონს ბაია პატარაიას პოზიცია. საერთოდ მისი პოზიციონირება პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ზოგი მასხრად იგდებს, ზოგი უყურებს ისე როგორც რაღაც პოლიტიკური გუნდის რომელიღაც ზედმეტ დანამატს არ მომძრალ საბურავს რომელიღაც მანქანაზე. მაგრამ საფრანგეთის ელჩი რო უჭერს ამას ხარს და გვერდში რო უდგას, ეგ არის საოცრება და გასაკვირი. ეგ არის ტრაგედია. იმ ქვეყნის და იმ deep state-ის გამოაშკარავების ერთ-ერთი პატარა ფრაგმენტია. თორემ ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, ეს არ არის, არა აუცილებელი, არავის არ აძალებს, რომ პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკურად დაპირისპირებული ადამიანები ერთმანეთს რაღაც გარკვეული სიტყვებით ან კრიტიკით მოიხსენიებდნენ. თუნდაც ვარ გადასული. მაგრამ თემა თვითონ რომ ეს საფრანგეთის ელჩი ესე თავგამოდებით და რაღაცა აი ამ ზედმეტი და აი ამ გათამაშებული პათოსით გვერდზე უდგას აი ამ რადიკალიზაციას, ეს არის დასაფიქრებელი და სამწუხარო. თუმცა არც ეგ არ არის მსოფლიო პოლიტიკისთვის, აგერ საფრანგეთი უპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ ნაწილში, მაგრამ მეორე ნაწილში უპირისპირდება ევროკავშირს, როგორც კი მის ინტერესებს შეეხო. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. ზოგი ბაია პატარაიას იყენებს ამ ინტერესის რეალიზაციისთვის და ზოგი კიდე ლაკა ხოშტარიას, ანალი კოელისაშვილს. ეგ არის სამწუხარო მოვლენა, რომელსაც დღეს თვალს ვარდები. დასო? ვისე ვიზეწეს. მეოთხე ფინალში გავიდეს ისე დახვდა. აი სამწუხაროა, ესეთ ახალგაზრდა ქალი ესეც ზიზღით ლაპარაკობს, კიდნა ფეხბურთის გუნდზე იყოს და კიდნა ჩვეულებრივ ადამიანებს. ეროვნული ნაკრები არ არის ერთადერთი, რომელმაც გაახარა ქართული საზოგადოება. უამრავი პოზიტიური მოვლენები მოხდა მსოფლიოში, გინდ კულტურის დარგში და გინდ სპორტის დარგში. არხელა ფორუმები ჩატარდა საქართველოში. გულზე ხეთქავს გადატანითი მნიშვნელობით რასაკვირველია ეს წარმატება კონკრეტულ ადამიანებს და ეს არ არის ეს ადამიანი ერთადერთი. მთელი გუნდები არსებობს ადამიანებისა, რომლებიც ისტერიკაში ვარდებიან საქართველოს თუ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ჩვენი გუნდი სადმე წარმატებას მოიპოვებს, რაგბი იქნება, ფარიკაობა იქნება, ნაოსნობა თუ ნებისმიერი სხვა გინდა ჭადრაკი. ასახელეს საქართველოს დროშა ფრიალებს უამრავ პედესტალზე განსაკუთრებით სპორტულ სივრცეში და კულტურაშიც. გასაკვირველი ამას გარკვეული ზიანი მოაქვს ფსიქიკისათვის ადამიანების, რომელიც გამოხატავენ კიდევაც და სამწუხაროა, რომ ამას ადამიანები, ცნობილი ადამიანები, შვილები იქნებიან თუ თავად ცნობილები, აი ამ ბოროტ რაღაცა ტრენდს არიან აყოლილები. სამწუხაროა. მეტი არაფერი და რაც შეეხება წარმატებას სპორტის იქნება თუ სხვა სფეროში, ეს არის გამოვლინება პოზიტიური ტენდენციებისა, რომელიც რასაკვირველი უკავშირდება მთავრობის საქმიანობას. იმიტომ არიან გიჟებად გადაქცეული და იმიტომ არიან გააფთრებულები და ისტერიკაში გადავარდნილები. ეს ყველაფერი მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირდება. რასაკვირველია პრობლემები უამრავია, მაგრამ თუ ისა ერს გაუხარდება, თუნდაც სპორტულ ასპარეზზე და მიღწევა და ქართული დროშის საფრიალება, რატო უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის ტრაგედია არ გვესმის. ასე რომ წავახალისოთ ჩვენი ახალგაზრდები, მოვიგონოთ რომ ამ ფეხბურთშიც პატარა ბიჭები თამაშობენ, ახალგაზრდები, ჭაბუკები. წავახალისოთ, გვერდში დაუდგეთ რაც შეგვიძლია და მათაც ავასახელებინოთ ჩვენი ქვეყანა.
არ შეიძლება რომ ჩვენ ქვეყანას მხოლოდ აი ამ ნიშნით იცნობდნენ რომ ეგ ვიღაცა არასერია იქნება თუ პატარაა იქნება გამოდის და აი ამ უტიფარ განცხადებებს აკეთებს ან სალომე ზურაბიშვილი კი დიდი თუ პატარა დაველოდოთ განხილვას რა სტრასბურგს რამდენი მიადგნენ იმდენი მიიღეს ფიასკო ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში დადასტურდა სტრასბურგმა დაადასტურა სააკაშვილმა შექმნა წამების სისტემა და სისტემური მართვა ისეთი რომელიც სადის უკავშირდება სტრასბურგმა დაადასტურა რომ ქონების წართმევა ადამიანის ღირსების წართმევა და სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დარწმუნებული ვარ რომ ეხლა მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას სტრასბურგი მაგრამ მე ისიც მახსოვს რომ სტრასბურგი საერთოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდულ სტრუქტურად გამოაცხადეს როგორც ასეთი ყველას გვახსოვს ხომ აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ მაინც ეს ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი საშუალებაა ვინაიდან ლოგიკური საფუძველი იმ სარჩელისა რეალურად არ არსებობს ის რეალობა არ არსებობს რომ შეიძლება თქვა ბიულეტენის ერთი მხრიდან გაჟონილმა წერტილმა გამოიწვიოს არჩევნების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა ან ადამიანის ჩვენებამ რომ ვიღაც ხალი ბოროტი თვალებით უყურებდა მეორე ადამიანს ან თუ აბზუში კაცმა კაცს გადაკოცნა და ეს ნიშნავს იმას რომ იგი მოსყიდულია არ არსებობს საქართველოს საზოგადოება რომელიც ხრის ფარას გავს და საერთოდ შეუძახებ იქით გაემართება ან 1 კილოს სტაფილოზე გაიყიდება ასე რომ თუკი ამას ასაჩივრებს საია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ის არის შეურაცხყოფელი საკუთარი ერის მიმართ მე თუმეტეს უსამართლო არ მომხდარა ესეთი რამე რასაც ამბობენ მე თუმეტეს საგარეო ურთიერთობათა კურსი შეცვლილა და იმედი აქვს რომ იქნებს სტრასბურგში რაღაც აი ამ პოლიტიკურმა ნიშანმა მოაგებინოს და ესეც რასაკვირველი არის ამაომცდელობა პრემიერ-მინისტრმა რაც თქვა ის არის მისი პირადი აზრი არ არის მხოლოდ ეს არის გუნდში შეთანხმებული პოზიცია და არ არის საქმე ლაპარაკი მხოლოდ კონკრეტულ მერებზე აქ არის ადამიანების გუნდებია ჩამოყალიბებული რომელიც იბრძოლებენ იმისათვის რომ ქვეყანას სიკეთე მოუტანო ქალაქები იქნება ეს თუ სოფლები ამის თაობაზე არ გამიგია მე შეელმელია ერთი პოლიტიკური შეფასება გავაკეთე რომ ახალგაზრდები ან შეცდომაში არიან შეყვანილი ან თვითონ ცდილობენ სხვა შეიყვანონ შეცდომაში მე რაღაც არ მწამს არ მჯერა ყოველ შემთხვევაში რომ ახალგაზრდები რომლებიც რაღაც თავისი ხედვებით თითქოს და არიან თავის საკუთარი ქვეყნის პატრიოტები ხარს უჭერენ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებს რომლებიც უკადიან ქვეყანას ცეცხლის ალში გაახოვას დესტაბილიზაციას ეკონომიკურ კრიზისს და ასე შემდეგ არ მჯერა რომ ეს ადამიანები არიან კონკრეტულად აი ამ მიზანზე ორიენტირებულები არ მინდა რომ დავიჯერო და ამიტომ მინდა მეგონოს რომ რაღაც შეცდომაში არიან
შეყვანილები და არც იმის აუცილებლობა არ არსებობს, რომ აი ამ ფორმას მიმართონ პროტესტის, რომ ვიღაცის ყურადღება მიიქციონ იქნებ სადმე ახალ ამბებში გავიდეს ეს თემა. პროპაგანდისტულია. რაც შეეხება პლედების გადაცემას, მე არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით თქვენი ინფორმაცია მართებულია. ვინაიდან მანქანაში თუ პლედი იყო და ის მანქანა წაიყვანეს, აიღეთ თქვენ და მელაძემ და პლედი მიუტანეთ რა მანქანის გარეშე. თუ პლედებზეა ლაპარაკი, მე არ ვიცი, თქვენ რა უნდა მეიტანოთ და მეიტანოთ, მე არ ვიცი, თქვენი ინფორმაცია ჩემთვის არ არის სარწმუნო. რომ პლედს ართვევ, კი, შეიძლება რაღაც გარკვეული ამოცანა აქვს, იქ რაღაც ინფორმაცია აქვს მანქანასთან დაკავშირებით, მე არ ვიცი. მაგრამ პლედის ნაკლებობას თუ შეამჩნევთ, აიღეთ და მეუტანეთ პლედი.